25 თებერვალის საბჭოთა ოკუპაციის დღეა სახელმწიფო უწყებების ყველა შენობაზე დროშები დაშვებულია. თბილისსა და ქუთაისში სახელმწიფო დროშები ერთდროულად დაეშვა პარლამენტის შენობებზეც. 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. დაღუპულთა პატივის მისაგებად მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. 25 თებერვლის დილა მთელ ქვეყანაში დროშების დაშვებით დაიწყო. 96 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად ეროვნული სიმბოლო ყველა სახელმწიფო უწყებაზე დაუშვეს. საპატიო ყარაული და საქართველოს ჰიმნი გმირების ხსოვნას პატივი თბილისის მისადგომებთან გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილას მიაგეს. კოჯორში იუნკერთა მემორიალთან მთელი დღის განმავლობაში ხალხმრავლობაა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან ერთად შეამკო. სამწუხაროდ ამ ბიჭების მირობამაც ვერ გადაწყვიტა ამ ბრძოლის ბედი. თუმცა ჩვენ ძელვადიანი ომი მოსაგები გვაქვს და ეს ომი არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, ნამდვილად ევროპული საქართველოს მომავლის მშენებლობა მშვიდობიანად, მხოლოდ და მხოლოდ რა თქმა უნდა. და ეს არის ჩვენი თაობის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ მომავალ თაობებს დაუტოვოთ ნამდვილად თავისუფალი, გაერთიანებული ქვეყანა. გმირები დაიღუპნენ ოკუპაციის გასაბჭოების წინააღმდეგ ბრძოლაში. სამწუხაროა, რომ ოკუპაცია არის ის საკითხი, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალური პრობლემა რჩება ჩვენთვის და ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა. პრეზიდენტი კი კოჯორში თავდაცვის მინისტრთან და ადმინისტრაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. გიორგი მარგოლაშვილის განცხადებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით იმ ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა და სანგრის პირვანდელი სახით აღდგენა მოხდება, სადაც 96 წლის წინ ბოლო ბრძოლა გაიმართა. ბრძოლის ამსახველი ექსპონატები კი ღია მუზეუმში იქნება თავმოყრილი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით უახლოეს წლებში უნდა შეიქმნას. ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისაგან. აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლებიც, იმიტომ რომ ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი. გავაკეთოთ, აღვადგინოთ ნაწილი ამ სანგრების, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა, ტურისტებმა ჩვენ ყველა ვნახოთ ის ადგილები კონკრეტულად, სადაც იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თავმოყრილი იქნება ყველა ექსპონატი, ყველა ისტორიული მომენტის იდენტიფიცირება შეძლებს როგორც ტურისტი, ისე პირველ რიგში საქართველოს მოქალაქე. დედაქალაქის დასაცავად გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერებს პატივი მიაგო თბილისის მერმაც. ისინი იბრძოდნენ იმისათვის, რომ ტერი არ შემოსულიყო ქალაქში, ტერისაგან დაიცვათ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი სვალია, რომ გავიხსენოთ ის ღირსეული ადამიანები. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ევროპული საქართველოს ლიდერები იუნკერთა მემორიალთან და თბილისის დასაცავად გამართული ბრძოლის ადგილზე მივიდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები კი ოკუპაციის მუზეუმში იმყოფებოდნენ. ყველას მოუწოდებ მოვიდნენ, ნახონ, რა გაიარა საქართველოს საბჭოთა წლებში 70 წლის განმავლობაში და ასევე მოუწოდებ დღევანდელი ხელისუფლების, დღევანდელი მმართველი წრეების პირებს, რომ ნუ იქცევიან იმ რამდენიმე ანტიგმირად, რომლებიც აქ ცოტა სხვათა შორის. დღეს არის ასევე ის დღე, როდესაც ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, რამხელა პასუხისმგებლობა გვეკისრება იმისთვის, რომ 25 თებერვალი საქართველოში არასდროს აღარ განმეორდეს და დღევანდელი დღე 25 თებერვალი იყოს მხოლოდ ჩვენი ძალიან რთული ისტორიის ნაწილი. 1921-24 წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ნიშნით დახვრეტილი და დაპატიმრებული ადამიანების სია, გადასახლებიდან გამოგზავნილი წერილები და ფოტოები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიისა და მისი შედეგების შესახებ არსებული საარქივო მასალები პარლამენტის შენობის წინ გამართულ გამოფენაზე წარმოადგინეს. 1350 ადამიანი დახვრეტილი და 2734 ადამიანი დაკავებული და გადასახლებული. ასევე არის წარმოდგენილი ბანაკებიდან გამოგზავნილი წერილები რიგ გადასახლებული პირების და არის პირადი ოქმები, საქმეები, რომელიც შედარებით ცნობილ ქართულ გენერლებზე არის. ოკუპაციის დღეს დაამთხვიეს ზუგდიდში 1924 წელს რეპრესირებულთა მემორიალის გახსნა. მონუმენტი იმ 40-მდე ადგილობრივის ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების დროს დახვრიტეს. მემორიალის გახსნას რეპრესირებულთა შთამომავლებიც ესწრებოდნენ. აქ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიხვრიტა ერის საუკეთესო ნაწილი 24 წელს და ჩვენ
ვიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვიდგა ეს ძეგლი ზუგდიდში, რომ მამულმა თაობა იცოდეს სასიკადულო მამულიშვილების შესახებ. ოკუპაცია გააპროტესტეს ენგურის ხიდზეც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები ქართული დროშითა და სანთლებით ღამის 12 საათზე მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.